მოგესალმებით, როგორც შეგბირდით და გიბრუნდებით მეთქი, ისევ გიბრუნდებით და ახალი მონოლოგი. ეს გახლავთ სირიუსის მონოლოგი. სირიუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ვარსკვლავი იმ თვალსაზრისით, რომ მთელს ცის თაღზე არის ყველაზე კაშკაშა. ეს როგორც ჩრდილოეთის ცის, ისე სამხრეთის ცის უკაშკაშესი ვარსკვლავი. და ნახოთ რა პერიპეტიები იყო მის ცხოვრებაში და რა წარმოდგენა აქვს მას ჩვენზე ადამიანებზე. ამ მონოლოგს ქვია სირიუსის მონოლოგი, რომელიც ასევე იმავე პროექტით, რომლის შესახებაც წინა გადაცემაზე გესაუბრეთ, იქნა მას დაწერილი და დაბეჭდილი ისევ და ისევ ჩვენ საყვარელ დამატებაში გალაქტიონში. სირიუსის მონოლოგი. დიახ, მე სირიუსი ვარ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე. არა მარტო ყველაზე კაშკაშა, ყველაზე ლამაზიც. დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ალფა, ანუ პირველი ვარსკვლავი ვარ. ძაღლის საყელურზე უძვირფასესი ბრილიანტივით ბრწყინა. ზოგჯერ კი ქოფაკის ვარსკვლავსაც მეძახიან. როგორც დიდი, ისე პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედები მითოლოგიური მონადირის ორიონის მახლობლად მოკალათებულ ცაზე და მისი მუდმივი თანამგზავრები არიან. სირიუსი ძველმა ბერძნებმა დამარქვეს. ბერძნულად სირიუსი ნიშნავს ბრიალს, ანუ ცხელ დღეს, თუმცა თავად ბერძნულში შესაძლოა არქაული პერიოდიდან საიდანღაც გადმოვიდაო, თვლიან. ზოგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ის დაკავშირებულია ეგვიპტურ ღმერთთან, ოსირისთან. უფრო დაძვრილებით ამისე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა კი ჩემს შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შევეხები. მე დარეგისტრირებული ვარ ყველაზე ადრეულ ასტრონომიულ ქრონიკებში. ჩემი სახელწოდება ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე მე-7 საუკუნეშია მოხსენიებული, მაგრამ ჩემი ნიშან-თვისებები დიდი საიდუმლოებითაა მოცული. მაგალითად, რა ფერის ვარ, როგორ გონიათ? ვარსკვლავის ფერი ხო მისი ტემპერატურას განსაზღვრავს. ამიტომ ზოგადად ვარსკვლავის ფერის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით ჩემთვის, ვინაიდან ფერის ცვალებადობაში ვარ შენიშნული. თუმცა მეცნიერები ამაზე ხანგრძლივი დავის შემდეგაც ვერ შეთანხმდნენ, რადგან ერთმანეთის გამომრიცხავ ფაქტებთან გვაქვს საქმე და ამას წითელი შეუსაბამობა უწოდეს. მაინც რაში მდგომარეობს ეს გაუგებრობა? რატომ ვერ დაადგინეს ჩემი ფერი? ყველა ვარსკვლავს აქვს ფერი დადგენილი და მე რა დავაშავე ასეთი. ქრისტეშობიდან დაახლოებით 150 წელს ძველმა ბერძენმა ასტრონომმა, ასტროლოგმა, ოპტიკოსმა, მუსიკის თეორეტიკოსმა და გეოგრაფმა კლავდიუს პტოლემემ აღმწერა მე როგორც მოწითალო ვარსკვლავი. ამის შემდეგ კარგახანი გავიდა. პირველად როტლენდელმა ასტრონომიის მოყვარულმა თომას ბარკერმა ამ საკითხში შეუსაბამობა შეამჩნია და 1760 წელს ინგლისის სამეფო საზოგადოებას წარუდგინა ეს თავისი დასკვნები. მაშინ უკვე ზოგიერთი ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილება იყო შემჩნეული, ამიტომ იდეა, რომ ვარსკვლავმა შეიძლება ფერიც შეიცვალოს, სარწმუნოდ მიიჩნიეს. ამის შემდეგ ისევ მრავალჯერ დაუბრუნდნენ ამ საკითხს, ხან წითელიაო, ხან ცისფერიაო. ძველი ბერძენი პოეტების სიტყვებს იშველიებდნენ, ზოგი ზღვისფერიაო, ზოგი მარსივი წითელიო. იძახდნენ. პტოლემეს გარდა წითელ ფერს პოეტები არატუსი, ორატორი ციცერონი და პოეტი და ფილოსოფოსი სენეკაც ეთანხმებოდნენ. ძველი ჩინელები თეთრ ვარსკვლავად მიმიჩნევდნენ. ახლა მოდით და გაიგეთ, რა ფერის ვარ. თანამედროვე ასტროფიზიკოსები თვლიან, რომ წითელი ფერი შეიძლება პოეტური მეტაფორა იყო. ვინაიდან მე თუ წითელი ვარსკვლავი ვიყავი, შემდეგ ავფეთქდი და თეთრ ან მოცისფრო ვარსკვლავად ვიქეცი, ამ აფეთქების კვალი ჩემს გარშემო უნდა დარჩენილიყო. კოსმოსური მასშტაბებით 1000 წელი არ არის ისეთი დიდი დრო, რომ ვარსკვლავების ნამსხვრევები უკვალოდ მიმოფანტულიყო გარემოში. მოკლედ, გარდა ამ გაურკვევლობისა, რომელშიც ასტრონომებმა და პოეტებმა გამხვიეს, შემიძლია გითხრათ, რომ მე მაინც პირველი ვარსკვლავი ვიყავი, რომლის მიხედვით ვარსკვლავების ერთმანეთის მიმართ გადაადგილება იყო განსაზღვრული. დაახლოებით 300 წლის წინ
ინგლისელმა ასტრონომმა, მათემატიკოსმა, გეოფიზიკოსმა, მეტეოროლოგმა და ფიზიკოსმა ედმონდ ჰალეიმ, მას შემდეგ, რაც საკუთარი დაკვირვებები შეადარა პტოლემეს მიერ გაზომილი ვარსკვლავების მდებარეობების კოორდინატებს, აღმოაჩინა, რომ მე, სირიუსი, 1800 წლის შემდეგ, ჩემი ძველი ადგილიდან გადაადგილებული აღმოჩნდი. ახლა უკვე ზუსტადაა ცნობილი, რომ მე გადავაადგილდები მზის სისტემის, ანუ თქვენი მიმართულებით. ხომ არ შეშინდებით თუ გაგიმხელთ, რომ მომდევნო 60,000 წელიწადის განმავლობაში მე თქვენთან კიდევ უფრო ახლოს მოვალ და დაგიახლოვდებით. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად გავკაშკაშდები, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ მე თანდათან დაგშორდებით. თუმცა მაინც ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი ვიქნები ცაზე კიდევ 200,000 წელიწადის განმავლობაში. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს მზეზე 25-ჯერ უფრო კაშკაშა ვარ. უბრალოდ თქვენგან შორს ვარ. რომ გითხრათ, ჩემი სინათლე რამდენ ხანში აღწევს თქვენამდე, ნამდვილად გაგიკვირდებათ. ჩემს მიერ გამოსხივებული სინათლის სხივს, რომელიც უსწრაფესად მოძრაობს და წამში 300,000 კილომეტრს გადის, კოსმოსურ სივრცეში თითქმის 9 წელიწადი სჭირდება თქვენამდე რომ მოაღწიოს. მზიდან კი სინათლე 7 წუთში მოდის თქვენამდე. ხედავთ განსხვავებას? ესე იგი, ცაზე მე რომ შემოხედავთ, ისეც დამინახავთ, როგორიც ვიყავი 9 წლის წინ და არა ახლა ამ წუთას. აბა, როგორია? თქვენ გუნიათ ყოველთვის სირიუსი მერქვა? ძველი ეგვიპტელები სოფხეთს მიწოდებდნენ, რომლებსაც ძველი ბერძნები სოთისად თარგმნიდნენ. ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით სოფხეთი იყო გაღმერთებული სოთისი, ღვთაება, რომელსაც ყველა ეგვიპტოლოგი სირიუსთან, ანუ ჩემთან აიგივებს. ზოგს კი ეჭვეპარება, რომ სოთისი მე კი არა, არამედ სხვა ვარსკვლავს ერქვა, მაგრამ მე ხომ ვიცი, აბა სხვა ჩემზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე არ არსებობს, ასე არ არის? ხელოვნების ნიმუშებში კი ეგვიპტელები გამომსახავდნენ როგორც ულამაზეს ქალს, რომელსაც თავზე 5-ქიმიანი ვარსკვლავი ედგა. ეგვიპტის შუა სამეფო დინასტიის პერიოდში 22-მე-17 საუკუნეები ქრისტეს შობამდე ეგვიპტელები თავის კალენდარს ამომავალ მზის სხივებში ჩემს გამოჩენაზე აფუძნებდნენ და იწყებდნენ წელიწადის ათვლას, რომელსაც სოთისის წელიწადს უწოდებდნენ. ამასთან იყენებდნენ როგორც 365 დღე-ღამის შემცველ სამოქალაქო, ასევე მთვარის კალენდარს რიტუალების ჩასატარებლად. სოთისის, ანუ ჩემი ეგვიპტური იეროგლიფი იყო ვარსკვლავი და სამკუთხედი, ვინაიდან ძველი ეგვიპტელები მე მაიგივებდნენ ისიდასთან, დიდ ქალღმერთთან, რომელიც სამების ნაწილი იყო, ოსირისთან, ანუ მის ქმართან და მათ შვილთან ჰორისთან ერთად. ძალიან ბაქილბუქობსო არ მითხრათ, მაგრამ მე ხომ ძველი ეგვიპტელებისთვის სიუქვის და სიმდიდრის წყარო ვიყავი. მათი ცივილიზაციის აყვავება ჩემზე არ იყო დამოკიდებული. არ გჯერათ? აბა გაიხსენეთ, როგორ საზღვრავდნენ ძველ ეგვიპტეში ყოველწლიურად ნილოსის ადიდების თარიღს. მას შემდეგ, რაც ცაზე 70 დღის განმავლობაში არ ჩანდი, ვინაიდან მზის სხივებში ვიყავი გახვეული და გაუჩინარებული, ამომავალი მზის სხივებში გამოჩნდებოდი თუ არა, ატყდებოდა ერთი ამბავი. ოდეს სოთისი გამოჩნდება ამომავალი მზის სხივებში, დიდი ნილოსი ნაპირებიდან გადმოვა. იეროგლიფებით წერია ძველ ეგვიპტურ თიხის ფირფიტაზე. სწორედ ასე ხდებოდა ყოველივე, ძალიან კარგად მახსოვს. როგორც კი გამოჩნდებოდი, ეგვიპტელი ქურუმები ამცნობდნენ მოსახლეობას, რომ ნილოსი ადიდდებოდა. აბა მაშინ იწყებოდა თუ იწყებოდა. ყველა ფაციფუჩში და სამზადისში იყო. ნილოსი ადიდდებაო, მე ხივით გავარდებოდა ხმა მთელ ეგვიპტეში. ახლა არ მითხრათ მერეო და რაო, ვითომ ეგრაა შუაშიაო. შუაში კი არა, თავშია. ნილოსის ადიდებაზე იყო დამოკიდებული მთელი ეგვიპტის ბედიღბალი. ადიდებულ ნილოსს ჩამოჰქონდა მთებიდან და ტყეღრედან შლამი, რომელიც დაფარავდა ნილოსის მთელ დელტას და როდესაც დაიწრიტებოდა და კალაპოტში ჩადგებოდა, განაყოფიერებულ ნიადაგზე მოსული პურის ყანები იყო თავი და თავი მთელი ეგვიპტის აურაცხელი სიმდიდრისა. პურის მარცვლებს ყიდნენ მთელ ახლომახლო ქვეყნებში და მიედინებოდა აურაცხელი სიმდიდრე ეგვიპტეში. აბა რატომ იყო ასეთი მდიდარი? საიდან ამდენი ოქრო-ვერცხლი, პირამიდების გრანდიოზული ნაგებობები, ეგვიპტელი ფარაონების სამარხების საგანძური და სიმდიდრე? სულ ჩემი დამსახურება არ იყო? ბერძნები ღამის ცაზე, შუაღამისას, დიდი ქოფაქის თანავარსკვლავედის გამოჩენისას ძაღლის ამინდიაო ამბობდნენ, ანუ ზაფხულის პაპანაქება იდგა. ძაღლის ამინდი საშინელ სიცხეებს გულისხმობდა.
ამასთან ერთად მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული დაავადებებიც ძლავრდებოდა. ძველმა ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ სირიუსის გამოჩენა არა მარტო ცხელი და მშრალი ზაფხულის მომასწავებელი იყო, არამედ მცენარეები ჭკნებოდა, მამაკაცები სუსტდებოდნენ, ქალები კი აღზნებულები იყვნენ. ზაფხულის დასაწყისში თუ არეულდარეული ამინდები იდგა, ჩემი ზეგავლენა კიდევ უფრო მკვეთრად იყო გამოხატული, რაც ავზნიან ბოროტ ზემოქმედებას ახდენდა გარემოზე. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებზედაც ეს ფაქტორი მოქმედებდა, ასტრობოლეტოს, ანუ ვარსკვლავით შეპყრობილებს უწოდებდნენ. ამ პერიოდს კანიკულა, ესე იგი ძაღლის დრო, თქვენებურად კი არ დადეგები ჰქვია. ამ დროს ყველა ტოვებს ქალაქს, შედარებით გრილ და ტყიან მაღალმთიან ადგილებში სულის მოსატყმელად და თავის შესაფარებლად. კიდევ იცით რა მაქვს სატრაბახო? არსებობს 50-მდე სხვადასხვა სახელწოდება, რომელიც სხვადასხვა დროის სხვადასხვა ხალხებმა დამარხვეს და ყოველი მათგანი დიდებულ მითებსა თუ ამბებთანაა დაკავშირებული. ჩინელები, არაბები, იაპონელები, მალაიზიელები, სკანდინავები, დოგონები, ინდიელები და ვინგიდათ კიდევ. პოლინეზიელებისთვის მე კომპასი ვიყავი. ჩემს მიხედვით ზღვაოსნები გზას იკვლევდნენ და შორეული მოგზაურობებიდან სახლში ბრუნდებოდნენ. კუნძულ ფიჯიზე მცხოვრები ხალხისთვის ხომ საერთოდ განედის მარკერი ვიყავი, ვინაიდან ჩემი დახრილობა ფიჯის არქიპელაგის გეოგრაფიულ განედს უტოლდება და ამგვარად ყოველ ღამით მათ კუნძულებზე გადავივლიდი ხოლმე. თეოსოფიაშიც ხომ აქვს წვრილი შეტანილი. ესეც არ იცოდით, ხომ ასეა? ახლავე გეტყვით. ითვლება, რომ ხომლის 7 ვარსკვლავი 7 სხივის საშუალებით გალაქტიკური ლოგოს სულიერ ენერგიას გადასცემს დიდი დათვის 7 ვარსკვლავს, ხოლო შემდეგ სირიუსს, ანუ მე გადმომცემს, ჩემგან კი ბზის საშუალებით დედამიწას გადაეცემა და საბოლოოდ კაცობრიობას. როგორია? მხოლოდ ეს საიდუმლოა და არავის გაუმშავნოთ, კარგი? ახლა ციტყვით, რომ მე არაფერ შუაში ვარ. არა, ამას ვერ გადავიტან. ისიც მეყოფა, რომ ბოლო 170 წელიწადი ამ ყოვლის მცოდნე ასტრონომებმა ჩემს ადგილას 2 ვარსკვლავი აღმოაჩინეს. რას მერჩოდენ? ვიყავით ჩემთვის მშვიდად და წყნარად. ბრწყინავდი და ვანათებდი. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ვიყავი და ახლა რა, გამიპეს გული, გამხლიჩეს და ერთის მაგვირად 2 ვარსკვლავად მაქციეს. ორმაგიო, ორჯერადიო, სირიუსი აო, სირიუსი ბეო და რა ვიცი. სირიუს ბეს მოფერებით ლეკვიც კი დაარქვეს. ანუ მე თუ ქოფაკი ვარ, ჩემი შვილი ლეკვი იქნებოდა, აბა რა. გასული საუკუნის 20-იან წლებში კი კინაღამ 3 ნაწილადაც გამხლიჩეს, მაგრამ გადავრჩი. ეს მოსაზრება შემდგომში უზუსტესი ასტრონომიული დაკვირვებებითაც კი არ დადასტურდა. მაინც რამდენი არიან ეს ასტრონომები? 500, 1000, 10000, შეიძლება 20000-იც, მაგრამ მე რა, მთელ კაცობრიობასთან შედარებით რამდენი პროცენტი გამოდის? არც არაფერი იმდენი. თუმცა მე მაინც ძალიან მეამაყება, რომ ტელესკოპის და კოსმოსური აპარატებით დაკვირვებების მიუხედავად, ჩემი ერთგული დამკვირვებლისთვის, რომელიც მხოლოდ საკუთარ თვალებს უჯერებს, მე მაინც ერთიანი, ურღვევი და მკვიდრად ნაგები ვარსკვლავი ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ველებურად ბრწყინავ და კაშკაშებ.